მძიმე ვითარება ერევანში პოლიციის შენობაში 17 ივლისს შეჭრილმა თავდამსხმელებმა ახალი მძევლები აიყვანეს. შეერაღებული პირების ტყვეობაში ამჯერად სასწრაფო დახმარების ექიმები გუშინ ღამით მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აღმოჩნდნენ. თუმცა ოპოზიცია ფაქტს არ ადასტურებს. გავრცელებული ცნობით გუშინდელი ორმხრივი სროლის დროს 3 ადამიანი დაიჭრა. ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეერაღებული დაჯგუფება სასწრაფო წევრებმა სასწრაფო დახმარების ჯგუფის 4 წევრი მძევლად დაიყვანეს. სომხური მედიის ცნობით ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობა წამოაყენა. ჯგუფის წევრთა განცხადებით ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4 წევრს იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ განყოფილების ტერიტორიაზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი და ექიმები ჩავლენ და ოპერაციებს ჩაატარებენ. ექიმების მძევლად დაყვანის ფაქტს თავად ოპოზიციური ჯგუფის დამფუძნებელი პარლამენტის წარმომადგენლები არ ადასტურებენ. მსგავსი არაფერი ხდება. ბიჭები ამბობენ, რომ ექიმები შეძლებენ შენობის დატოვებას მას შემდეგ, როდესაც მათ ექიმების სხვა ჯგუფი შეცვლის. გასულ ღამეს ერევანში სამართალდამცველებმა შეერაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. შეხედეთ ამ მრავალათასიან აქციას, ადვილად წარმოსადგენია თუ რა მოხდება ერთი ამბოხებულის დაღუპვის შემთხვევაშიც კი. ფიქრობ, მთავრობა ხვდება თუ რამ ხელა აფეთქება შეიძლება მოყვეს ამას. უკვე ხელისუფლების გადადგომის დრო მოვიდა. აქციის გამართვამდე გასულ ღამეს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით შეერაღებული დაპირისპირების შედეგად პოლიციელი და შეერაღებული ჯგუფის 2 წევრი დაიჭრა. დაშავებულთა შორის არიან დაჯგუფების ლიდერი პაველე მანუკიანი და მისი შვილი არამი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ 2 შეერაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ვარაუდობენ, რომ პოლიციის შენობაში 25-მდე მებრძოლი რჩება. სამივე დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა. პაველე მანუკიანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. გაცილებით უკეთესი ვითარება გვაქვს არა მანუკიანის შემთხვევაში. სტაბილურად საშუალოა დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა. ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეერაღებული პირები უკვე 10 დღეა იმყოფებიან. პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა 17 ივლისს განხორციელდა, რასაც ერთი სამართალდამცველი სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა 7 მძევალი აიყვანეს, რამდენიმე დღეში კი გაათავისუფლეს. შეერაღებული პირები ოპოზიციური ორგანიზაციის დამფუძნებელი პარლამენტის კოორდინატორის ჟირაილ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. სეფილიანი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვისთვის არის დაპატიმრებული. ამას გარდა შეერაღებული პირები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.